საქართველო, რომელშიც გვეამაყება ცხოვრება. ქართველი მთავარ ამაყა! ხოდა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად გათენდება. მოგესალმებით, ეს ახალი YouTube არხი უმრავლესობა მე კი მისი წამყვანი გიორგი დუმაძე გახლავართ. ბევრს მოვისმენთ შოკებზე, ექსპლუატაციაზე, კაპიტალიზმის სისასტიკეზე. მოვისმენთ იმასაც, რომ თავისუფალი ბაზარი არის იარაღი, რომელიც ხალხის დასაჩაქრად შეიქმნა. მაგრამ სანამ ამ ნარატივში ჩავიზირებით, მინდა დავსვა ერთი ფუნდამენტური კითხვა. თქვენ ამბობთ, რომ ებრძვით კაპიტალიზმს, მაგრამ სინამდვილეში ებრძვით კრონიზმს, იმ სისტემას, სადაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები კულუარებში რიგდებიან. ეს არ არის თავისუფალი ბაზარი. თავისუფალი ბაზარი არის სისტემა, სადაც უფროსი არის მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად აძლევს ხმას თავისი საფულით. თქვენი გამოსავალი კი არის ის, რომ ეს ძალაუფლება წაართვათ მილიონობით ადამიანს და გადასცეთ ერთ მოჭა ბიუროკრატებს. რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ისტორიამ უკვე დაამტკიცა, რომ სახელმწიფო არის რესურსების ყველაზე ცუდი მენეჯერი. შეხედეთ გერმანიას. ერთ მხარეს კერძო სექტორმა შექმნა მერსედესი, მეორე მხარეს კი სახელმწიფო მონოპოლიამ შექმნა მანქანა, რომელიც 30 წელი არ შეცვლილა და რომელსაც ხალხი აწელოებით ელოდა რიგში. რატომ? იმიტომ, რომ ბიუროკრატმა ოფისში არასდროს იცის, რა სჭირდება ხალხს ისე კარგად, როგორც ამას თავად ხალხი და ფასების სიგნალები განსაზღვრავენ. თქვენ ამბობთ, რომ კაპიტალიზმი და ნეოლიბერალიზმი კლავს. მოდით ციფრებს შევხედოთ. 1990 წლიდან, მას შემდეგ რაც თავისუფალი ვაჭრობა გლობალურად გაფართოვდა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები. არჩივალ გამარჯობა. სალამი. ჩვენი დღევანდელი განსახილველი თემები საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ჩვენ გადაცემის სათაურს უკავშირდება, რასაც ჩვენ განვიხილავთ. საქართველოს კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს უნდა უწყობდეს ხელს. კონსენსუსი ნებისმიერ მხარეებს შორის მნიშვნელოვანია და ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ ქვეყანაში ვაპირებთ კიდევ ცხოვრებას და მნიშვნელოვანია ჯერჯერობით იმ ერთი მტრის დამარცხება, რომელიც საბოლოო ჯამში ყველას გვაზიანებს და შემდგომში უკვე როცა შეგვეძლება ჩვენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ დემოკრატიულ არჩევნებში დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება, მე უნდა ვიცოდეთ დაახლოებით როგორი ქვეყანა გვინდა. ჩვენ და როგორი ქვეყანა წარმოგიდგენია როგორი უნდა იყოს საქართველო მოკლედ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი აბსოლუტურად ყველაფერი შეიქმნება სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულება, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა მოვიდოდეთ პირველ რიგში ჯერ საქართველოს ინტერესებიდან და კონკრეტულ თემებს შევეხებით. მოდი ვთქვათ პირველ რიგში სანამ აი ამ თემებზე გადავალთ, როგორი ქვეყანა მოგწონს შენ, როგორი ქვეყანა გინდა შენ, როგორ წარმოგიდგენია, ის რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ შენი გადმოსახედიდან. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ როცა პირველად მომწერე, მივხვდი რომ საერთოდ სხვა სივრცეში ვხვდები, მაგრამ საერთოდ სხვა სივრცეში იმ გაგებით რომ რა პლატფორმიდანაც მე ვსაუბრობ პოლიტიკაზე, იქიდან გამომდინარე. მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ იშვიათი შესაძლებლობა ჩემთვის, იმიტომ რომ მეინსტრიმულ ტელევიზიებში გინდა პარტიულად არის დღეს დაყოფილი საქართველოს ტელევიზიები და მათთან აფილირებული პოდკასტებიც კი და რაღაცა სპიკერებიც, რაღაცა კლასტერებად არიან დაყოფილი. ამიტომ რო შემოვიხედე და მივხვდი, რომ ეს არის ის პლატფორმა, სადაც შეიძლება რომ ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი, პოზიცია, კატეგორიულად განსხვავებულიც არსებობდეს, ეს პირველად უკვე რაღაც ძალიან პოზიტიური იყო ჩემთვის. ამიტომ დიდი მადლობა ამისთვის, რომ შესაძლებელი იქნება, რომ ვისაუბროთ რაღაცებზე, რომ მე ჩემ თავს და შენ თავს კი არ დაუმტკიცო, რომ მართალი ვარ ან ამტყუანი ვარ, ხო? ალბათ მაყურებელმა რაღაცა სხვა ფორმატში მიიღოს ინფორმაცია რაღაცებზე. გეთახმები, რომ ყველა ჩვენი ამოცანა არის, მოდი აი რაღაც რაც თქვი, რაღაც ერთ სიმაში გავაერთიანე პასუხში რა. უკეთესი მომავალი, მისწრაფებები და მტერი, ხო? როცა ვლაპარაკობთ ერთ საერთო მტერზე, ამაზე თუ ვლაპარაკობთ მაგალითად საქართველოში არსებულ პარტიებზე, ჩემთვის ამ პარტიების 100% არის ერთი საერთო მტერი, იმიტომ რომ ყველა ერთად არის რაღაცა ნეოლიბერალური იდეოლოგიით გამსჭვალული, ერთად არის შემოქმედი ამ ეკონომიკური და სოციალური რეალობის. ახლა მან დიწყება ჩვენი უთანხმოებები, მიუხედავად იმისა, დასკვნაში შეიძლება რაღაცა ვთანხმდეთ, გამოწვევს. დავასრულებ და ან ერთმანეთის გაგრძელებები არიან, ან ხელისუფლება ოპოზიციის პლატფორმიდან ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთს კი არ აძლიერებენ, ამ წყობას აძლიერებენ, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. საქართველო არის დღეს ნეოლიბერალური სახელმწიფო, მე არ მომწონს ნეოლიბერალური სახელმწიფო, მე მინდა ძლიერი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო. ეს არის ჩემთვის
უკეთესი მომავალი და ამიტომ ჩემთვის როცა საერთო მტერზე არის ლაპარაკი, ეს საერთო მტერი არის მთლიანად არსებული პოლიტიკური ელიტა, აი მაგალითად წამლების ფასების თემა რა აქცია. რაც ვისაუბრეთ, ვიტყვი აი ამას მივაბავ. არა, მაგას აუცილებლად გათქმა მინდა. არა, ამას მივაბავ, რატომ არის მთლიანი პოლიტიკური კლასი მტერი, ხო? ესე იგი, ერთ-ერთი მთავარი, ანუ წამლის ფასის გამპირობებელი არის ის, რომ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მათ შორის ევროპული გამოცდილებითაც, რომ არ არსებობს კონტროლი, არ არსებობს ფასის კონტროლს გულისხმობ, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოები და მთელ ამ რეალობაში ხა წარმოიდგინე შენ გყავს იმპორტიორი ობოლაშვილი, რომელიც არის ქოცი, ავერსი არის მოკოცო, PSP არის ნაციონალური მოძრაობა, მისივე საწარმო არის ნაციონალური მოძრაობა, ბაზრის 35% არის საქართველოს ბანკის GPC და ფარმადეპო, ანუ ამერიკულ-ბრიტანული ფინანსური სექტორი არის შემოსული საქართველოში ფარმა ბიზნესში, რომელიც ძალიან ბევრ ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია ბანკების არაპროფილური საქმიანობა, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. და ამ რეალობაში, როცა ვამბობ, რომ არის საერთო მტერი არის მთლიანი პოლიტეკონომიური ელიტა, ის პოლიტეკონომიური ელიტა თავად წარმოშობს ამ ეკონომიკურ რეალობას და მას არანაირი ინტერესი არ აქვს და არ გააჩნია, რომ რამე ტიპის ცვლილებები გამოიწვიოს და ცვლილებებზე როცა მიდის ლაპარაკი, მაქსიმუმ არის ხოლმე, რომ გადასახადები დავუწიოთ PSP-ს და ავერსის და 400 ბოდიში გაწყვეტინეთ რაღაცა ასეულობით მილიონი ლარის მოგებაზე რომ გადიან და რომ იხდიან დაბალ ხელფასებს, წამალი ძვირია და ასე შემდეგ. აი 2%-საც თუ მოვაკლებთ და 520-ზე გავლენ პირობიდან, აი მერე გახდებიან კარგი კომპანიები და მერე იქნებიან კარგები. მოკლედ, რამდენიმე პოინტი მინდა მე და თითო-თითოზე რომ ვისაუბროთ. მივისწრაფვიზეც ვილაპარაკებთ. მივისწრაფვიზე გადავიდეთ ცოტა ხანში, რა ხან ესენი იმაშმა რო არ გამოგვრჩეს და რაღაცა რო არ მიიჩქმალოს სისტემები. ნახე, როგორი ამბავი არის ჩემ წარმოდგენაში. რასაც შენ საუბრობ, ეგ ყველაფერი არის მერე უკვე ამას ვიტყვი და მერე უკვე მოდიფიკაციების იმაზეც შეგვიძლია გადავიდეთ. ეგ ყველაფერი არის არც კაპიტალიზმი, არც ნეოლიბერალიზმი. ნეოლიბერალიზმი, ნუ ეხა რამდენიმე წლის წინ რო წარმომედგინა რომ მე რაიმე კონტექსტში მაინც ნეოლიბერალიზმის დამცველად წარმოუდგებოდიან რაღაცა ასპექტში მაინც მომიწევდა რაღაც დადებითი პოინტების ჩამოთვლა, მე თვითონ გამეცინებოდა, მაგრამ ფორმალურად ნეოლიბერალიზმი არ არსებობს არსად გარდა ეკონომიკური მიმართულებისა. და კულტურული პროექტიც არის. ხო და როგორც ესეთი არ არის ნეოლიბერალიზმი, ეგ არის უკვე გადმონაშთიან რაღაც შეიძლება იყოს არ ვიცი ცალკე ამბავი, მაგრამ როგორც ესეთი ბირთვი ნეოლიბერალიზმის არის მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება. ნუ ყოველ შემთხვევაში როცა საუბრობთ ამ თემაზე საუბრობთ და კულტურული მიმართულება არის რაზეც მაგალითად მარტივად შევთანხმდებით მე და შენ და თუ მოდი ჯერ ამაზე შევთანხმდეთ ან არ შევთანხმდეთ და მე გადავიდეთ თუ არსებობს კულტურული მიმდინარეობაც. როცა საუბრობთ ნეოლიბერალიზმზე და ნეოლიბერალიზმის ეკონომიკურ მიმართულებაზე, მოდი ვთქვათ ჩვენთვის რა არის ნეოლიბერალიზმი. მოდი ჯერ მე ვიტყვი, მოდი მე ვთქვათ ვთანხმდებით თუ ვერ ვთანხმდებით რა. აქ რაც არის მე ძალიან მარტივად ამოვიწერე. მაყურებელს აუხსნათ რატომ რა განსხვავება ნეოსა და ლიბერალიზმის შორის. პირდაპირ მნიშვნელობით. ლიბერალიზმზე არ ვიცი. ბევრს უსაუბრია, აქვს უამრავი მიმართულება, უამრავი რაღაცა განშტოება და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ლიბერალიზმი აი გადაცემა აქამდე სანამ დაიდება უკვე გვექნება ნასაუბრები ლიბერალიზმზე და ჩემი მაყურებელი ცოტათი უფრო მზად იქნება. ნეოლიბერალიზმი პირდაპირ მნიშვნელობით ახლა რო ჩვენ მაყურებელი რო ადგეს და შევიდეს, ნახოს ან ჰაიეკთან, ან მილტონთან, ან ChatGPT-ში, ან ვიკიპედიაში რო ნახოს რა წერია ნეოლიბერალიზმზე. რა არის და მე უკვე იმპლემენტაცია როგორ ხდება ამის პრაქტიკაში, მაგასაც ვნახავთ რა. ხშირად ასოცირდება ნეოლიბერალიზმი ლიბერალიზაციის პოლიტიკის ერთობლიობასთან. მათ შორის და აქ არის კრიტერიუმები. რა შეიძლება იყოს ეს? დაბალი გადასახადები, პრივატიზაცია, დერეგულაცია, დეპოლიტიზაცია, საქართველო, მომხმარებლის არჩევანი, შრომის ბაზრის მოქნილობა, ეკონომიკური გლობალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, მონეტარიზმი, სიმყარის პოლიტიკა, სახელმწიფო ხარჯების შესრულება. მაგრამ ნეოლიბერალიზმი ეხა ეს ყველაფერი როცა ჩვენ გვაქვს, ანუ როცა ამბობ შენ რომ ის არის რა ქვია, დაბალი გადასახადები გვაქვს და პრივატიზაცია ჯერ ეს ერთი ჩეკ არ ვიცი როგორ აქ პრივატიზაციაში არ ვიცი 95 კლინიკების არა ნახე მოდი ესე შევხედოთ ჩვენი ქვეყნის არ ვიცი ზუსტად ეხა რო არ მოვიტყუო
თუ არ ვწდები 80%-ზე მეტი არის სახელმწიფო საკუთრებაში. პრივატიზაციაზე ამ იმაში საუბარი დაასრულე და მე რა ქვია, ხო? მოდი, ეს პრივატიზაცია ჩეკ გამიკვირდა. დერეგულაცია, ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ისეთი ამბავი არის რა, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, ხოდამ რატო ვიკითხე რა ნეოლიბერალიზმი შენთვის რა არის მეთქი? რასაც შენ აღწევ ძალიან მარტივად, რაზეც თუ ამაზე შევთანხმდებით, მე უკვე ყველაფერი შევთანხმდებით, ეგ არც კაპიტალიზმია და არც ნეოლიბერალიზმი, ეგ არის, არ ვიცი ამას უწოდებენ კრიონიზმს, როცა პირდაპირ მნიშვნელობით კორუფცია, ნეპოტიზმი და რაღაც ვიღაცების ინტერესის გატარება განა იმათი, ვინც პირდაპირ მნიშვნელობით ქმნის დემოკრატიას და არის ნაწილი ამ ყველაფრის. არამედ კონკრეტული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების ინტერესები ტარდება და ეს ინტერესები არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული. ხო და ჩვენ თუ საუბრობთ კაცო იმაზე რა ქვია, ამ ნეოლიბერალიზმზე და როცა თანხმობა გვაქვს და თანხმედრა გვაქვს, რომ ევროპის კავშირის ქვეყნები მოგწონს ჩვენ და მოდი ავიღოთ არა ის ქვეყნები, რომელზეც ცოტათი ნაკლებად შეიძლება გქონდეს თანხმედრა. მოდი ავიღოთ სოციალისტური თქვენი გადმოსახედიდან სოციალისტური ქვეყნები, ისკენაც მივისწრაფვით ჩვენ და კონკრეტულად ევროპის კავშირის შიგნითაც კი, რაც ჩვენ ყველაზე მეტად მოგწონს, რომ ქვეყანა არის მდიდარი, არის თავისუფალი, თან აქვს დიდი სოციალური ბადე, რომელიც ადამიანებს იცავს და უზრუნველყოფს. არ ვიცი, ძალიან დიდ დახმარებას უწევს სახელმწიფო. ეს არის საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის შედეგი. ამ რასაც ვუყურებთ და რასაც ვამბობთ, რომ ეს ნეოლიბერალიზმის ამბავი არისო, მაგის პროდუქტი არის საბოლოო ჯამში. მე რასაც ვუყურებთ ჩვენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში ჩვენ რა ვიდეოებში საუბრობთ, ეს იქნებოდა არგენტინა, მილეიმდე თუ რაღაცა. იქ რა იმპლემენტაციას და რა სახესაც ღებულობს ნეოლიბერალიზმი უკვე კულტურული მხარე რაც ახსენე, რა სახესაც ღებულობს იქ კრიონიზმი, კაპიტალიზმის ცუდი ფორმები, როცა პირდაპირ მეშვეობით კორუფცია და ეგ მეც არ მომწონს და ეგ ჩემთვისაც მიუღებელი არის და საბოლოო ჯამში მაგაზე ვიდაოებ თუ არ ვიდაოებთ, ანუ რა დასკვნებამდე მივალთ საბოლოო ჯამში რომ შევთანხმდებით, ეგ არ მგონია რელევანტური. მგონია რელევანტური ის, რომ არის ქვეყანა რომელიც მოგწონს ჩვენ, არის კავშირი რომელიც მოგწონს ჩვენ, ამ კავშირზე ჩვენ ეხლა მოდი ვისაუბროთ და ვთქვათ რატომ არის მაგალითად ან რატომ არ არის ეს ქვეყნები ისეთი როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ან არ წარმოგვიდგენია სოციალისტური ქვეყნები ხო არ ვიცი ეს დანია იქნება ნორვეგია შვედეთი თუ ასე შემდეგ ეს ყველა ქვეყანა არის როგორც ნეოლიბერალური თუ ნეოლიბერალიზმის ეკონომიკურ მიმართულებებს ვსაუბრობთ ასევე ლიბერალური სოციალისტური არ არის სოციალისტური არის საბოლოო ჯამში შედეგი ის რომ უზრუნველყოფენ სხვა მოქალაქეებს იმით რომ ეს ქვეყანა ისა გაქვს წყობა და თუ შეიძლება როცა კი რა თქმა უნდა კი მოდი მაშინ აი აქ იმას ვიზამ განსაზღვრი ხო მე ჩემთვის რა არის ნეოლიბერალიზმი ამ მიმართულებით და მოდი მოგისმენ ახლა შენ ამ ყველაფერზე რაც მე ვისაუბრე რას ფიქრობ ეს დიდი პრობლემა ჩვენთან რაც არის განსაკუთრებით სხვათა შორის აი პროევროპულ ნაწილში რომელსაც პრაქტიკულად არის ის მათ შორის დასავლეთის და დასავლეთის ეკონომიკური ისტორია. რატომ ქვია ნეოლიბერალიზმი და რით განსხვავდება ის ლიბერალიზმისგან. ეს კი პატარა შესავალს გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეფასებები გააკეთე და მაგის განმარტება უნდა მოცა. მოკლედ ეს კი მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ეს იგი პირველად ლიბერალიზმი ჩნდება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. მაშინ როცა დაემხო ფეოდალიზმი, არისტოკრატია და არისტოკრატიის მაგალითად შეიქმნა ვაჭრების ელიტა. მთელი 19 საუკუნის უდიდესი ნაწილი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლითაც არის ეს თავისუფალი ბაზრის სამოთხე. ანუ როცა გველაპარაკებიან ჩვენ რომ მაგალითად კლასიკური ლიბერალური ეკონომიკა არასდროს არ ყოფილა და ეს რაღაც უნდა დავტესტოთ. ის რაღაც ექსტრემისტები. მაგას კომუნისტები ამბობენ რომ ნამდვილი კომუნიზმი ჩვენ არ გვინახავს არასდროს თორე ლიბერალიზმიდან ეგ არ გამიგია. არის არ ვიცი. არიან ქართველები თუ დავასრულებ თუ შეიძლება ხო? ნუ ინტერაქცია მაინც ხომ მოგვივიდა. კი. არ დიდი აზრი უნდა მოყვა. ესე იგი, მთელი 19 საუკუნე იყო ლიბერალიზმი, რომელმაც შექმნა კატასტროფა ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად საშინელი უთანასწორობა 12 წლის ბავშვებს ამუშავებდნენ ციხეში ბრიტანეთის გაზეთები აი დღეს რო იწერება რომ მინიმალური ხელფასი დაანგრევს ეკონომიკას და ასე შემდეგ ბრიტანეთის გაზეთები მაშინ წერდნენ რომ 12 წლის ბავშვები თუ არ ვამუშავეთ ქარხნებში ჩამოგვექცევა ბრიტანეთის ეკონომიკა დაინგრევა ყველაფერი და ასე შემდეგ სიკვდილიანობა ასე შემდეგ კატასტროფა ხდებოდა მე-19 საუკუნეში დასავლეთში
განსაკუთრებით ინდუსტრიალიზაციის ტალღების დროს. უკიდე რადიკალური აცდენა რა თქმა უნდა, დღეს არის ესეთი ცუდი პირობები და მაშინ რა იქნებოდა ნებისმიერ უთანასწორობაში. ამან სამყაროში შუა ამან ისეთი კატასტროფა გამოიწვია, რომ ამაზე პასუხად გაჩნდა ფაშიზმი და ბოლშევიზმი. იმიტომ რომ ადვილი დასაყრდენი გახდა აი ამ ტიპის უთანასწორობაში რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიების აღმოცენება, რომელიც ამისგან განკურნებას გვპირდებოდა. უკვე მაგალითად ამერიკული მაგალითი რო თქვა ყველაზე კარგად მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს იყო ლიბერალური ეკონომიკის კრახი და კრიზისი, რომელზეც საპასუხოდ მოვიდა ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი კეინზიანური ეკონომიკის მოდელით, რითაც ქვეყანას დეპრესიიდან გამოიყვანა და უდიდეს ეკონომიკურ აღშენებლობას დაუდო ამერიკის შეერთებულ შტატებში საფუძველი. კეინზიანური ეკონომიკა არის ჯონ მეინარდ კეინზი, ამერიკელი ეკონომისტი იყო, რომელმაც რაღაც ტიპის საშუალო ხაზი შემოგთავაზა კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის, სადაც სახელმწიფო არა მარტო უნდა არეგულირებდეს ბაზარს, არამედ სახელმწიფო თავად უნდა იყოს უდიდესი მოთამაშე ეკონომიკაში. სწორედ რუზველტის დროს იქნა მიღწეული აბსოლუტური დასაქმება ამერიკაში. უზარმაზარი სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტირებაში, სახელმწიფო კომპანიებით ასე შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე შეიქმნა აი ეს სოციალური ბადე, ამას თავზე დაემატა ეს სოციალური ბადე. მოვიყვან ნიუ-იორკის პროფესორის დეივიდ ჰარვის არაჩვეულებრივ ციტატას რა. ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ აღწერს იმ პროცესს, რომ როგორ მოხდა ლიბერალიზმის მოთმინიერება. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ციტატაა ეს, გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვისწავლეთ, არის ის, რომ თუ გინდა რომ კაპიტალიზმი თავსებადი იყოს ადამიანის სიცოცხლესთან, ანუ ის ჯოჯოხეთები არ ხდებოდეს, რაც ხდებოდა მე-19 საუკუნის ლიბერალურ თავისუფალ ბაზარში, ის აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს და უნდა რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მიერ, ანუ მისი მოქალაქეების მიერ. იმიტომ რომ რაღაც აბსოლუტურ თავისუფალ ბაზარში არსებობენ კორპორაციები და არსებობენ მოქალაქეები. მოქალაქეებს არ აქვთ არაფერი, კორპორაციებს აქვთ ყველაფერი, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ სახელმწიფო, რომელიც არის მათი წარმომადგენელი ეკონომიკაში, როგორც დოლათის შექმნის კუთხით და ასე შემდეგ. ამას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც, აი ხშირად როცა მაყურებელმა არ იცის, მაგალითად ძალიან ბევრმა არ იცის, უკაცრავად თქვენ მაყურებელს არ გულისხმობ ზოგადად რა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად აი როცა ვსაუბრობთ ევროპულ კეთილდღეობაზე, ეს არ არის ინსტიტუტი ევროკავშირის შექმნილი. ეს არის სათითაოდ ყველა ევროპული ქვეყნის მიერ შექმნილი. ნუ ის დაეხმარა. შეგვიძლია რომ რაღაცა რა თქმა უნდა, ხარაც კრიტიკული პერსპექტივიდან შეგვიძლია რომ კოლონიალიზმის ნაწილით შემოვიდაოთ, მაგრამ თქვა კოლონიალიზმიც რომ არ ყოფილიყო, ხო? პოლიტ-ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ანუ ამ ხალხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მე არ მჭირდება არანაირი ლიბერალური თავისუფალი ბაზარი, მე მჭირდება როგორც მინიმუმ ელემენტარული სოციალ-დემოკრატიული წყობა, რაც ნიშნავს იმას. ერთად რომელ ქვეყანას ყველა აბსოლუტურად ყველა დასავლეთის ერთი რისი თქმაც მინდოდა. თუ შეიძლება დავასრულებ რა რომ ნეოლიბერალიზმზე მივიდე, რომ ადამიანებმა გადანა მე კამათე რამდენიც გინდა არ არის პრობლემა, ნახე? ყველა დასავლურ ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ყოველთვის უფრო მეტად ლიბერალური იყო ვიდრე ევროპა, მაგრამ 70-იანი წლების ბოლომდე ითვლებოდა მეტნაკლებად სოციალ-დემოკრატიულ ქვეყანად. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხალხი შეთანხმდა იმაზე, რომ არ შეიძლება ხელფასი არ იყოს რეგულირებული, არ შეიძლება პროკავშირები არ იყოს ძლიერი, რომელსაც არ აძლიერებდეს სახელმწიფო, არ შეიძლება საფინანსო სექტორი დატოვოს სახელმწიფო ბანკების გარეშე. სახელმწიფო ბანკებს სხვათა შორის ევროპაში მე-20 საუკუნის შუანახევრიდან კი არა, ზოგ შემთხვევაში მე-19 საუკუნის ბოლოდანაც იღებს ხოლმე ხშირად სათავეს არაერთ ქვეყანაში. არ შეიძლება რომ ფარმა ბიზნესი იყოს დაურეგულირებელი ასე შემდეგ და აი ესე შეიქმნა ეს კეთილდღეობის
სახელმწიფოები, რასაც welfare state, რასაც ქვია და არა იმითი, რომ კომპანიები მიშვებულები არიან თავისთვის და უბრალოდ სახელმწიფო მერე ამ გადასახადებიდან პენსიებს არიგებს და სოციალურ შემწეულებს არიგებს. არა, სახელმწიფო არის აქტიური მონაწილე ამ ყველაფერში. მაგრამ საიდან ჩდება ახლა სიტყვა ნეოლიბერალიზმი? იმიტომ რომ ზოგადად აი ეს მინდა რომ კარგად გვესმოდეს რა, რომ კაცობრიობის ისტორია განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე საუკუნეში არის ბრძოლა ეკონომიკურ ელიტებსა და ხალხს შორის. 70-იანი წლების ბოლოს ისრაელის ომების გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ ამერიკის და ისრაელის ვასალები სპარსეთის ყურეში და ემბარგო დაადეს დასავლეთ ქვეყნებს, ვინც უჭერდა ისრაელს მხარს, ნავთობის ემბარგო. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი დასავლეთში. რა თქმა უნდა, ელიტებმა ეს ყველაფერი იმას კი არ დააბრალეს, რომ ისრაელი რაღაც უკანონო, მათ შორის გაერო აღიარებდა, რომ ეგომები უკანონო იყო, უკანონო ომებს აწარმოებს, რამაც კონფლიქტი გამოიწვია ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან. არა. გამოვიდნენ და ხალხს უთხრეს, რომ ეს ყველაფერი არის სოციალური სახელმწიფოს ბრალი, რომ აი ჩვენ ძალიან ბევრ უკაც დავასრულებ თუ შეება, რომ მინდა რომ ნეოლიბერალიზმი რა არის, ეგ იცოდეს ხალხმა. და ამ დროს ზუსტად ამ დროს ჩნდება მილტონ ფრიდმანი უკვე ჩიკაგოს ბიჭებს ეძახიან ჩიკაგოს უნივერსიტეტის წყალობით და პირველი ნეოლიბერალური ექსპერიმენტი ტარდება ჩილეში, როცა ოფიციალურად აღიარებულია ეს უკვე, როცა ამ CIA-მ ოფიციალურად უსასტიკესი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ჩილეში და მხარი დაუჭირა ავგუსტო პინოჩეტის უსაშინლეს სისხლიან რეჟიმს, რის გამო ანტიკომუნისტური რეჟიმის გამო. ანტიკომუნისტური სოციალისტური და აბსოლუტურად დემოკრატიულად არჩეული. არჩეულად, ერთი დავასრულებ თუ შეიძლება და მე გავაგრძელოთ რა. აბსოლუტურად დემოკრატიულად ჩილემ აირჩია სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე, რომელიც სხვა შორის დღეს ახალგაზრდები კოაჩელას ფესტივალს რო უყურებენ, კოაჩელას ფესტივალიდან იგმობა ეგენი ამერიკაში ახალგაზრდები, რომ ეს რა საშინელება ჩავატარეთ ჩილეში და ასე შემდეგ, ხო? პინოჩეტის რეჟიმს დაუჭირა მხარი იმის გამო, რომ ჩაეტარებინათ პირველი ექსპერიმენტი, რომ როგორ შეიძლება მეტნაკლებად ცენტრალიზებული ეკონომიკიდან და სოციალური პასუხისმგებლიან სახელმწიფოში უცბად მოახდინო რადიკალური ლიბერალიზაცია ეკონომიკის და როგორ შეიძლება რომ ხალხი დაიყოლიო ამაზე. და აქ მიაგნეს ესეთ ფრიდმანის თეორია ეს, მიაგნეს ესეთ თეორიას, რომ შოკური თერაპია. მინდა რამდენიმე კომენტარი გაკეთო. თუ შეიძლება დავასრულებ მე და დარწმუნებული ვარ, რომ სულ ეგეთი სტუმრები გეყოლებათ, ვინც ლიბერალიზმის ფეტიშით არის გამშვალული და იშვიათი არა, საქმეც მაგაში ესე საუბრობ თითქოს, ანუ აპრიორი ელოდები რომ ამაში არ დაგეთანხმები და დაგეთანხმები ამაში ყველაფერში გეთანხმები. ამ მომენტში გეთანხმები რომ ეს არ იყო მოსაწონი ან რაღაცა ის რომ ჩერი პიკინგის ამბავი მგონია იგივე რაღაცა რაც არ გინდა რომ დაინახო მაგას არ ხედავ და რაღაცა რომ გინდა რომ იგივე ზუსტად იგივე ეს შოკური თერაპია არ უბრალოდ ნეოლიბერალიზმი ხო და ნეოლიბერალიზმი მაგ ცუდ მხარეებზე გეუბნები რომ მეც არ მომწონს მე ცუდი მხარეა თავიდან ბოლომდე არასწორია ცუდი შემთხვევები ნახე კაპიტალისტური ქვეყნები მაგალითად რო ავიღო ნახე რომ რისით მამინდა მაწყვეტინებ ისე რომ აი ვერ მინდა მოვედი როგორც იქნა ნეოლიბერალიზმთან და დაცოტა დარჩა ვიცი უბრალოდ მინდა რომ დაინახო ერთი რაღაცა და აი წინადებას უნდა დაინახო რომ მინდა რომ ესე შეხედო რა X მოწყობის ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ავიღოთ და მიმდინარეობა ის შეიძლება ერთი ქვეყნის იმპლემენტაციაში იყოს ცუდი საერთოდ სხვა რაღაცას ლაპარაკობ გიორგი საერთოდ სხვა ხალხს უყვები ნეოლიბერალიზმი საიდან გაჩნდა დედამიწაზე ხო და ეს რატო არის საერთოდ ამბავი ჩვენ ხო საუბრობთ იმაზე რომ ამბავი ანუ განსახილველი სახელმწიფოში მცხოვრობ თქო და შესაბამისად ჩაატარეს პირველად ეს ექსპერიმენტი ჩილეში და ჩილედან მოედო უკვე დასავლეთსაც რეიგანი არის პირველი ნეოლიბერალი პრეზიდენტი ამერიკის მარგარეტ ტეჩერი დიდ ბრიტანეთში და ნელ-ნელა დაიწყო ნეოლიბერალიზმა მოდება დასავლეთში. ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ მაგალითად დღეს ჩვენ რომ ვიცით, რომ საფრანგეთში არის უდიდესი წილით სახელმწიფო ბანკები, კოოპერატიული ბანკები, ძალიან ძლიერი შრომის კოდექსი, სახელმწიფო რეგულაციები და შენი ეს ყველაფერი ბევრად მეტი იყო 80-იან წლებამდე. ბევრად მეტი. იმიტომ რომ ისეთი ტიპის ძლიერ სოციალურ საბაზრო ეკონომიკებს, როგორიც არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები, იქაც მოედო ეს ტალღა. და ამას ვამბობ იმის გამო, რომ ფაქტი ის კი არ არის, რომ რაღაცა
ეკონომიკური კრიზისი რაღაცა ბუნებრივად იყო გამოწვეული. არ იყო ბუნებრივად გამოწვეული, ახლო აღმოსავლეთში იყო კონფლიქტი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ისრაელის არაკანონიერ ოკუპაციურ ომებს დასავლეთი, გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ემბარგო დაადო დასავლეთის ქვეყნებს. აქედან გამოწვეული კრიზისით ისარგებლა დასავლეთის ელიტამ და საკუთარივე ხალხს მოაკლო კეთილდღეობა და დაიწყო სოციალური სახელმწიფოს ნგრევა. ოღონდ მაქსიმალურად გასაგებია, რომ ახლა საქართველოსთან შედარებით საფრანგეთი, ჩინეთია, მაგრამ ზვიად განსახულია ხელისუფლება, საერთოდ ახალი გაჩენილი ტერმინი იყო ეს შოკური თერაპია და პირდაპირ დოკუმენტებში უწერიათ, თუმცა შოკოთერაპია ეს საყვარლად რა, იმიტომ რომ ახალი გაჩენილი ტერმინი იყო მთლიანად, ხო? პირდაპირ ამბობენ, რომ ვეწინააღმდეგებით შოკურ თერაპიას სიგუა იძახის ჩანაწერში, ამერიკის კონსული იყო ჩამოსულიო და გამსახურდია დაღუპავსო ამ ქვეყანასო, იმიტომ რომ კოლმეურნეობების დაშლა არ უნდა და პრივატიზაცია არ უნდაო. ზუსტად იგივე პროცესი მიდიოდა რუსეთში. საქართველოში მოხდა ნეოლიბერალური პუტჩი 1992 წელს, რუსეთში მოხდა 1993 წელს, ელცინ გაიდარის რეფორმებს მოყვა საკონსტიტუციო კრიზისი რუსეთში, ჩავარდნენ ბილ კლინტონი, ალ გორი, ყველა მთელი ამერიკა და ევროპის ლიდერები და ელცინს უჭერთ მხარს და ლიბერალიზაცია და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს პროცესი ნეოლიბერალიზმი საქართველოშიც, ანუ პრივატიზაცია, დერეგულაცია, იმ უზარმაზარი სამეცნიერო, სამრეწველო, საგანმანათლებლო, ბუნებრივი რესურსების, რაც საქართველოს გააჩნდა საბჭოთა კავშირის დროსაც და მანამდეც ისედაც ბუნებრივად ღმერთისგან ბოძებული, ამის რადიკალური გადანაწილება, დატაცება დაიწყო საქართველოშიც. აი ესე შემოვიდა საქართველოს ნეოლიბერალიზმი 1992 წლიდან. კი, გასაგებია. მოდი, მე მაინც მინდა ეხა რომ რაზე მოკლედ არ რაზეს გინებაზე ვიდავთ, მაგრამ ავხსენი რა არის, საიდან მოვიდა ლიბერალიზმი. ნეოლიბერალიზმი დასავლეთში მოვიდა იქიდან, რომ კლასიკური ლიბერალიზმის გაგონებას არ უნდა არავის. ლიბერტარიანულ პარტიებს, მაგალითად, რომელიც ითვლება კლასიკურ ლიბერალიზმთან ყველაზე ახლოს, ხო? ევროპაში 0.1% არ აცდენიან არც ერთ ქვეყანაში. იმიტომ რომ კლასიკური ლიბერალიზმი ევროპელისთვის ნიშნავს მე-19 საუკუნის თავისუფალ ბაზარს, რომელიც ყველა მიცის, რომ იყო ჯოჯოხეთი. უბრალოდ მაყურებელთვის მინდოდა ამას, რომ აი ასე გაჩნდა ნეოლიბერალიზმი და ლაჭრების კეთილი. ის, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და რაც ჩვენ ახსენეთ და რა პოინტებით ჩამოთვალე საბოლოო ჯამში. რაც იყო ეს იქნებოდა ლიბერალიზაცია, არ ვიცი, პრივატიზაცია, დერეგულაცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელიმე აქიდან, ანუ ეს ნეოლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი რაც არის. ეს კითხვა რო ჩაიწერო და მიპასუხო სხვა რაღაცებზე. რაღაცები, რაც ნეოლიბერალიზმისთვის არის დამახასიათებელი. რას არ ვხვდებით ჩვენ სკანდინავიურ ქვეყნებში. ის რაც არ ვიცი, სოციალისტისთვისაც მოსაწონია და არა, ეხა მაგას კაზინო სათამაშო ბიზნესი არის, მაგალითად სახელმწიფო მონოპოლია. მიდია. ნუ ეგ ანუ გამონაკლისი მიმართულება არის და არ არის გამონაკლისი მიმართულება არ არის. ნახე სხვა რაღაცა. კაზინოს მიმართულება არის ბატონო. გამონაკლისი არ არის მარტო კაზინოების სახელმწიფო მონოპოლია, ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მონოპოლია. სკანდინავიურ ნორვეგიაში მოდი აი ნახე აი რა ამბავი არის მე რაც იწევს ხოლმე ამ მხარეებში უთანხმოებას როცა ამბობ შენ რომ ნორვეგიაში არის სახელმწიფო საკუთრებაში ეს და სახელმწიფო მონოპოლია არის არა დავასრულო რას ამბობ მოდი ვნახოთ როგორი მართლობის წყობა არის ამ კომპანიაში ჩვენ არ ვიცი შეგვიძლია ხავი დაუგლოთ რომ ეს კომპანია იმართება როგორც კერძო ის რა ქვია და CEO-ები იცვლება როგორც კერძო საკუთრებაში მართვის ფორმას რა შუაში მფლობელობასთან ფლობელობა არის თავარი იმაში რომ საქართველოში მაგალითად კაზრეთის ოქროს საბადო რო არის გაყიდული რუსულ RMG Gold-ზე მოგება მიდის დიმიტრი ტროისკის ჯიბეში. არა ხო და ეგ ნაციონალიზაცია და სახელმწიფო ანგარიშზე ყოფნა და მართლობის ის რო განსხვავდება ეს რა მენეჯმენტით იმართება? არის სახელმწიფოს 50%-ზე მეტი არის და მე იმართება როგორც კერძო რომელიც 100%-იანი სახელმწიფო მონოპოლია ნორვეგიის კონსტიტუციაში წერია რომ ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის ნორვეგიას. სიტირებას ვაკეთებ კონსტიტუციიდან. ნორვეგიელ ხალხს ანუ მის სახელმწიფო. შევხედოთ ამ მონოპოლიას. ის რაც საბოლოო ჯამში ნაციონალიზაციაში რასაც გულისხმობენ ხოლმე, აქეთ ამ ხარეს არის ერთისთვის რადიკალური რომ მონოპოლია აქვს სახელმწიფოს და სახელმწიფოვე მართავს ამას. მეორე მხარეს არის სრული პრივატიზაციასა და სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას და გეუბნები რომ საქართველო ანუ
მაგალითად არ ვიცი საქართველოში ხო საქართველოს გარდა ენგურჰესი დარჩა მარტო ერთი. ხო და ავიღოთ მეთქი ის სადაც აბსოლუტური სახელმწიფო რაღაცა აბსოლუტური პრივატიზაცია და გეუბნები რომ ნორვეგია არის შუაში და ეგეთ შუაში არის ზუსტად ეგეთი ქვეყნები და ნახე რო გადავიდე რო გავაგზავნე რა ხო და არის მეთქი მაგას გეუბნები არ არის იმიტომ ლაპარაკობ კომპანიის მართვის მოდელზე მე გეუბნები მესაკუთრევინ არის და სახელმწიფო რო არის მესაკუთრე არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ფული მიდის ბიუჯეტში და არა კერძო მფლობელში და კომპანია იმართება კორპორაციული წესით თუ სამინისტროს წესით მაგას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს არსებობს შეიძლება იყოს როგორც ვთქვა ენგურჰესი ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტი მაგრამ ენგურჰესი შეიძლება იყოს ეკონომიკის საკუთრებაში არსებული შპს რომელიც იმართება კერძო მე მაგალითად აი რო ავიღოთ რესურსი არ ვიცი და დაუბრუნდე იმ თემებს არსობრივად რესურსი არის ის რომ რესურსი სად მიდის მაგაზე არ ვიდო მართვის ფორმა სამინისტროს დეპარტამენტია თუ სამინისტროს საკუთრებაში არსებული შპს ოქრო ეს იქნება ნავთობი თუ ეს იქნება რაღაცა სხვა ეგ ხალხის საკუთრებაში შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრებაში მომხრე ვიქნები მეთქი პირიქით კაცო ანუ ძირს კახა ბენდუკიძე ნუ აი კახა ბენდუკიძე რამდენად იყო მაგის წინააღმდეგი აი ეგ ცალკე დასარკვევი არის რა კახა ბენდუკიძე იყო რესურსების მან მაგას გეუბნები რომ ზუსტად ანუ როცა ამაზე დაობენ მეთქი მაგიტომ მინდა რომ ცოტა ჩვენ სხვა რაკურსიდან შევხედოთ და რაღაცებსაც მილსადენის და ის იყო რა ქვია რომ ნახე ერთი მხარე უყურებს აბსოლუტურად რადიკალურად მეორე მხარეც უყურებს აბსოლუტურად რადიკალურად არის შუაში სადღაც არა ნახე რადიკალურად რო უყურებდე მე გეტყოდი რომ საერთოდ არ მინდა არანაირი კერძო კომპანია დიდ წარმოებაში და ასე ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფო. ეს იქნება რადიკალური და ვიტყოდით რომ თქვა არის რაღაცა ტიპის კლასიკური სოციალიზმი და ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში და მე რასაც ვლაპარაკობ ეგ არის საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჩინეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ამერიკაშიც მათ შორის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მოდელია ჩვეულებრივი. ხო, დაიწყე შენ იმაზე საუბარი, აი ინგლისში 12 წლის ბავშვები რომ მუშაობდნენ და რაღაც. მე უბრალოდ ეს ვიცი, ხო, ეს გასაგებია რომ ეს რაღაცა ბოროტება არის, ამას ჩვენ უნდა ვებრძოდეთ და რაღაცა. უბრალოდ ეს რო არის, მე რომ ამას ვუყურებ, მე ასევე ვუყურებ ასევე იმას და იმის დანახვა მინდა ყოველ შემთხვევაში და იმის არ დანახვა არ მინდა, არ ვიცი რა წინადადება გამოვიდა, რომ დღეს ჩვენ 5 დღიანი სამუშაო კვირა რო გვაქვს და დღეში 8 საათი რომ ვმუშაობთ. ეგ არის კაპიტალიზმის დამსახურება და კაპიტალიზმზე მეტად არის დამსახურება ფორდის, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით პირველად გამოიტანა ეს პრაქტიკაში საკუთარ ქარხნებში. არ ვიცი, შეგვიძლია აიხლავე შევამოწმოთ პირდაპირ მნიშვნელობით, აი, hey Google რაღაცა რო ვთქვათ, ვინ მოიგონა რაღაცა 5 კვირიანი, ან გადაცემის მერე, ან მაყურებელს შეუძლია შემოწმოს, რომ ის რომ დღეს სოციალისტთა კონგრესმა იბრძოლა ამაზე, მათ შორის ქალთა შემოწმებებზე. ანუ აი, შემდგომში უკვე ვინ იბრძოლა და რომელმა კომპანიამ იყო ჰენრი ფორდი, ადამიანი, ანუ არასწორ აი საერთოდ ანუ კაპიტალიზმი შოქში ვარდები კაპიტალიზმი ჰენრი აი ფორდი მაგიტომ ვცოფდები ამ ქართულ უნივერსიტეტებზე რომ აი ამას ასწავლიან ეხლა რასაც შენ ლაპარაკობ მიხდი ჰეი გუგლი არ გიშველის არაფერში სანამ ელემენტარული არ გეცოდინება საიდან გაქვს ინფორმაცია შენ იმიტომ რომ მე უნივერსიტეტში 19 საუკუნის მთელი მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი არის სოციალისტების და სოციალ-დემოკრატების ბრძოლა ეკონომიკური და შრომითი უფლებებისთვის. არავის თავში აზრად თავისით არ მოვიდოდა ეგ, რომ არ ყოფილიყო ზუსტადაც ის სოციალისტური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობები. ნიუ-იორკში ერთ წუთი, არა, მიპასუხე მაშინ და ერთ წუთი, მაგას რო ამბობ, ერთი წუთი. უნივერსიტეტი მე არ მგონია რელევანტური, იმიტომ რომ მე სულ სხვა მიმართულებით ვსწავლობ, ეს ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულება. საერთაშორისოზე ვარ და ჯერჯერობით არც გამივლია ეკონომიკური და პოლიტიკური. აი, მაგას გეუბნები. ჰენრი ფორდი იყო უბრალოდ ჭკვიანი ჰენრი ფორდი ხო ეს მოიტანა კაპიტალიზმი ამის დანახვა რატო არ გინდა კაპიტალიზმმა მოიტანა ის ჯოჯოხეთი სადაც საბრძოლველი გახდა ის რომ 8 წლის ბავშვი არ ვამუშაოთ მაღაროში კაპიტალიზმი არის იმაშიც რა ქვია დანიაშიც და იყო მე-19 საუკუნის იმაშიც რა ქვია ინგლისშიც და ერთი ამუშავებს 12 წლის ბავშვი და მეორე იცავს ეხლა და სოფლიოში იყო დანიაში ძალიან დიდი პრობლემა იყო მე-19 საუკუნის არა დღეს შეხედე ომეგა-3 ეგ არის ორივე ხო კაპიტალიზმი ომეგა-3 წამალი მაგალითად თავის დროზე არის გამოგონილი კომპანიების მიერ იმის გამო რომ ინდუსტრიულ ჯუნგლებში იზრდებოდა თაობები ბავშვები აი ეს პატარ-პატარა ფაქტებს მეუნები და რა პატარ-პატარა ფაქტები თაობები ყდებოდა რამბავი არის ნახე ზე არ ქონდა შოკურ თერაპიას რო დაუბრუნდა. ზე არ ქონდა. შოკური ხარ ფორდი ახსენდა ფორდზე გეტყვი. ფორდი ახსენდა და არ გინდა ფაქტის მიღება და გეუბნები გადავამოწმოთ მეთქი და ვერ გიშველეს ეიგულებ. რაც არ უნდა ავიღოთ ენციკლოპედია. კონტექსტები არასწორად. ფორდი არა მე უბრალოდ მინდა მეთქი ამ სიკეთების ეს სიკეთების რო დავინახოთ მეთქი.
ამ სიკეთეებს რო დავინახოთ მეთქი რომ საუბრობთ რომ ამისთვის ვიღაცა ებრძოდა კაპიტალისტი კაპიტალიზმის სიკეთეს გეტყვი ლიბერალი კაპიტალიზმის სიკეთეს ბიზნესმენი იყო უკეთეს არგუმენტს გამოგადგება ანტი კაპიტალიზმის მიღმა არაფერი გამოგონება არ ყოფილა არა ფორდი გამოჩენიდან დღემდე ინოვაცია მითხარი იარაღს მიღმა რომელიც რაღაცა კომუნისტურმა ან არაკაპიტალიზმურმა ქვეყანამ იმასწრაფია მე მინდა მაინც რომ თანხმობებზე შევჯერდეთ ჩვენ იმიტომ რომ მე მესმის რომ რაღაცა შენ ის გაქვს რა ქვია შენ გაქვს კაცო რაღაცა ფორდი ყავს გაფეტიშებული შუაში ფეტიში არა ნახე რა ამბავია ლაპარაკს არ გაცდი ჩემი ჯერი იყო და შენ იმასკენ მე ვახსენე ფორდი და ის ამბავი იყო ეგ პრობლემისთვის ამ მომენტში რომ იყოს რაღაცა უფრო გასაგები ნუ შოკური თერაპია გულისხმობდა პირველ შემთხვევაში ეს პირველ რიგში ეს უკავშირდებოდა CIA-ის ექსპერიმენტს რომელიც რაღაცა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებს შოკურ თერაპიას უტარებდა და ცდილობდა მისგან შეექმნა ახალი ადამიანი, რომელსაც არ ექნებოდა რაღაცა პრობლემები და ნუ იგივე, ასე ვთქვათ, მაქსიმალური რესტარტი ქვეყნების შემთხვევაში დაერქვა შოკური თერაპია. ოღონდ შოკური თერაპია არის გზა, ანუ ვარიანტი, როგორ შეიძლება განხორციელდეს რაღაც. ანუ შოკური თერაპიით ჩვენ შეგვიძლია კომუნისტური წყობას დავარქეთ. ნახეთ ჩვენ 90-იანი. არა, მოდი, მინდა თქვა, ანუ მინდა დავასრულო ისე თქვა მინდა. შოკური თერაპიით შესაძლებელია კომუნისტური წყობაც, ანუ შოკური თერაპია არის ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება, რო ვთქვათ, მარტივად ეხლა დეტალებში რო შევიდეთ. მოკლედ, ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება შეიძლება კომუნიზმისთვისაც და შეიძლება კაპიტალიზმისთვისაც. არ უქნია, მაგალითად საბჭოთაშიც არ უქნია. ყველაფრისთვისაც. არა, შეიძლება მეთქი, რო არ უქნია, გასაგებია კაცო. მაგას არ ვამბობ, რო უქნია მეთქი. და ძალიან ეტაპობრივად გადავიდა მაგალითად. ხო. და მეორე ვარიანტი ამის არის, რასაც ამბობ შენ. აი მაგალითად, რაც იყო ამერიკისთვის და იმისთვის, რა ქვია, ინგლისისთვის ამ ლიბერალიზმის შემთხვევაში, რაც იყო საბჭოთა კავშირისთვის, კომუნიზმის შემთხვევაში, გრადუალიზმი, რომ ყველაფერი ერთ დღეში კი არა, გრადუალისტურად, ანუ ნაბიჯ ეტაპობრივად გავაკეთოთ. მე 1952 წელს გათავისუფლდა საბჭოთა კავშირი $-ისგან. მე მინდა ესეთი რაღაცა რო გკითხო შენ. შოკური თერაპია გასაგებია რომ ეს მტკივნეული ამბავი არის, რომ ერთ დღეში გაკეთდეს ყველაფერი. მე მინდა რომ ეს ყველაფერი შოკური თერაპიაზე კი არ ვისაუბროთ, ანუ იმაზე კი არა გზაზე, ანუ მე იმის თქვა მინდა რომ იგივეს რასაც შოკური თერაპია ითხოვს, ანუ საბოლოო ჯამში რაზეც შენ საუბრობ, ან წიგნში რაზეც საუბრობენ კლეინის და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი გრადუალისტურად რომ მოხდეს, ეტაპობრივად რომ მოხდეს, მაგ შემთხვევაში ეს მიუღებელია შენთვის. ეს კითხვა ანუ ჩემთვის თავისუფალი ბაზარი არის მიუღებელი. ხო, კი ბატონო. უბრალოდ მე ამ ნაშრომშიც და ამ ფილმშიც არის აღწერილი ის კატასტროფა, რითაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული თავისუფალი ბაზარი, რომ ეს არის ძალადობრივი პოლიტიკა, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების მიერ ხალხის წინააღმდეგ. ეს საქართველოსა და ქართულმა ხალხმა გამოსცადა საკუთარ თავზე 90-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიოს ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დიდი კურთხევი. შოკური თერაპია, როცა ვსაუბრობთ ჩვენ და რახან მაინც და მაინც შენთვის როგორც თქვი რომ ნუ ეს გრადუალისტურად მოხდება თუ მალე მოხდება ჩვენთვის საბოლოო ჯამში შედეგიც მიუღებელია და ეგა არ ვიცი ავიღოთ ამაზე როცა საუბრობ და წიგნშიც სხვათა შორის კრიტიკას რომ ნახე მე მაგ წიგნშიც და რაღაცა განხილვები და რაღაცები აი ამ ქალბატონს რომელმაც ეს წიგნი დაწერა რაღაცა მეგობრებთან ერთად რაღაცა ასისტენტთან ერთად და ასე შემდეგ ჩერი პიკინგში ადანაშაულებენ და თუ კი საუბრობს რომ რაღაცა შოკური თერაპია და ის რასაც შოკური თერაპია ითხოვს დამაზიანებელია ქვეყნის და მოყავს შენ ამ შემთხვევაში მოყავს საქართველოს და მას მოყავს ისეთი ქვეყნები არ ვიცი როგორიც არის მოკლედ რაც მოყავს ანუ ამ შემთხვევაში ერთ მხარეს გვაჩვენებს ჩვენ და არ გვაჩვენებს შოკური თერაპიის ან იგივე მიზნების გრადუალისტურად შესრულების წარმატებულ მეთოდებს. არ ვიცი როგორიც არის პოლონეთი, როგორიც არის ესტონეთი, როგორიც არის ბოლივია, როგორც არის ვიეტნამი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამ ყველაფერს აი ნახე რა ამბავი არის. ბოლივია განიცდიდა 1985 წელი დაუბრუნდეთ ბოლივიაში 1985 წელს 24,000-იანი ჰიპერინფლაცია იყო 24,000%-იანი ჰიპერინფლაცია შაქრის ტომრის ფასი გაორმაგდებოდა სანამ სანქციები არაფერ ამერიკული სანქციები არაფერ შუაში არ არის რა არის ამერიკული სანქციები არაფერ შუაში არ არის არა მან ამბავი მოდის ქვეყნის სამყაროს ნომერ პირველი ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რომელიც მთელი მსოფლიოს ფინანსებს აკონტროლებს, შენ დემოკრატიულად აირჩევ. შენ დემოკრატიულად აირჩევ რაღაცა წყობას, პრეზიდენტს, მთავრობას, ასე შემდეგ და უცბად ვაშინგტონიდან წვიტავენ, რომ არა თქვენ არ შეიძლება გინდოდეთ სოციალისტი პრეზიდენტი. სოციალისტი პრეზიდენტი აირჩიე, ეხლავე წამოვიდა სანქციები, ემბარგო, ისა. არჩიბალდ ხო გინდა რომ გაქცე პასუხი. ხო, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობ. ეს არის სანქციის პრობლემაო.
ჩილეს სტატისტიკა აიღე, მაგალითად პინოჩეტამდე. პინოჩეტის შემდეგ რო დემოკრატიული ქვეყანა დარჩა, ნუ ეგეც მაგას პინოჩეტი დემოკრატიულია. პინოჩეტის შემდეგ დემოკრატიული ამბავი რო დემოკრატიული ისო დარჩა მეთქი. მაგრამ რისი თქმაც მინდა მე და რაც არის. 20 წელი უნდა და მეტი უნდა გვეხოცა ხალხი CIA-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გვეწამებინა. მოკავშირეები გაგავე უჭერდნენ ხას პირდაპირ მიშოვა ფაშისტურ რეჟიმს. 80-იან წლამდე ეს ჩემთვის არ არის მისაღები და არაფერი კაცო. იმან ბოლივიაში გაქვს ეგ პასუხი. რო ამბობ რო ერთო ამბობ. ამბობ არის ამერიკის საელჩო დემოკრატიის მედროში არის ხო საქართველოს და ეხლა უკვე შევინებ ამ ამერიკაზე არ მინდა საუბარი შენახსენე და შენ მინდა რომ რელევანტურობა მოგიხსნა მაგ საკითხის. ნახე შენ თქვი რომ მოხსნილი მაქვს მთლიანად. არა მე მინდა რომ მოხსნა ამ შემთხვევაში როცა ვახსენებ პირობითაც შენ თქვი რომ ეს ამერიკული სანქციების ამბავი იყო ერთი წუთი არა მარტო მაგრამ არა მარტო აი ორი ამბავი მაშინ ის რაზეც საუბრობ რომ ბაზარი და ის რა ქვია სახელმწიფოს ჩარევა და სანქცია ხო ესე ამბობ ეს ამბავი იყო გეუბნები ეს როგორც კი მოიხსნა სანქცია იქ იყო თუ არ იყო 24,000%-იანი ჰიპერინფლაცია რო იყო ერთი კვირის შემდეგ როგორც კი გაუქმდა ყველა ფასის კონტროლი გაიყინა ყველა სახელმწიფო ხელფასი და სახელმწიფო ხარჯი შემცირდა იცი რა მოხდა ეს 24,000% დავარდა 0 ეგრევე გამოჩნდნენ ამერიკული კომპანიები არა სანქციაზე საუბრობდა თუ შესაძლებელია ერთი კვირის შემდეგ ნომერ პირველი ქვეყნის სანქციებისგან ერთ კვირაში შენ ისეთი რაღაცა გააკეთო რომ დაუძვრე ამას არა პირდაპირ კავშირში არის ხასტადიასთან პრობლემაო და მე გეუბნები რომ ნუ იყო სანქცია და ეს რო გაკეთდა მაინც შემცირდა აი მაგალითად მოიყვანე სხვათა შორის აი ეხაც მაგალითად რო დაიწყეს ფასების კონტროლზე ლაპარაკი თავიდან გამოვიდა აუხსენი ხალხს ძალიან კარგად რომ აი ესე ზოგადად რა ეხა იდეაში ხო მე ხო ეგეთ ტიპს გავარ რა რომ უნდა ემხრობოდე რა კი აბა რა რეგულაცია და ფასების და ასე შემდეგ ხო მაგრამ არა შენ ემხრობი სრულ ნაციონალიზაციას რაღაცა იმის რა ქვია არა სექტორების კი რა თქმა უნდა სახელმწიფო არსებობს ბუნებრივი მონოპოლია არა ბუნებრივი რესურსებს მიღმა იმიტომ რომ მაგაზე ნუ კი არსებობს რა ბევრი ბუნებრივი მონოპოლია არსებობს რომელიც შეგვიძლია ხა თუ შეიძლება ამ ინფლაციის სისტემას დაუბრუნდები იმასთან დაკავშირებით რა აი მაგალითად ეხლა რას საკეთებს ქართული ოცნება ნუ ეხა არც უთქვამთ ეს ჯერო ახლა ფასების კონტროლი უნდა შემოვიტანოთ მაგრამ ნუ თქვათ აი მაგზით რო წავიდნენ რა ბოლივიაზე და სხვის მაგალითზე გამოგეყვებათ აი ამიტომ იყო საჭირო სწორედ ის შესავალი რაც გავაკეთე რომ როგორ გაჩნდა ნეოლიბერალიზმი რასთანაც დაკავშირდა რომ ეს არის უბრალოდ ბრძოლა ეკონომიკურ ელიტებსა და ხალხს შორის როცა შენ მაგალითად აი ხა საქართველოში შემოიტანო ფასების კონტროლი უბრალოდ მთელი არსებული აი ეს ბიზნეს ხროვა ელიტა ვინც არის ესენი ერთმანეთს შეკრავენ პირს გააჩენენ დეფიციტურ საქონელს და შენ თვითონვე მიგიყვანენ იმ ზომამდე რომ თავად მოგათხოვინებენ ერთ წელიწადში რომ გეხვეწები დააბრუნე 10 ჯერ მეც გადავიხდი ოღონდ დაბრუნდეს აქედან გამოსავ, ამიტომ ლაპარაკობ სწორედ საჯარო ალტერნატივებზე, გინდა დისტრიბუციაში, გინდა აფთიაქში, გინდა მარკეტში და ასე შემდეგ, რომ კერძო სექტორს უნდა წართვა ეგ ბერკეტი, რომ მთელი ქვეყანა და ხალხი შესაძლებელია ყავდეს ტერორში და შანტაჟში, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით იმპორტიდან დაწყებული საცალო გაყიდვამდე კერძო სექტორს აქვს სრული აწყვეტილია კანონმდებლობის დონეზე, ყველანაირ დონეზე, რომ სრულად ტოტალურად შანტაჟი შეიძლება მოაქციოს. შესაბამისად, როგორ თქვა, კაპიტალს მხოლოდ რეგულაციით ვერ შეაკავ. კაპიტალი არსით არის საძაგელი. კაპიტალი არის არსით მიდრეკილი განადგურებისკენ და კაპიტალი რა არის? ხალხის ურთიერთქმედება არის. კაპიტალი, დიდი კაპიტალი, ხალხის ურთიერთობა არა, დიდი კაპიტალი, ფული, ანუ ფულის ხალხის გადაწყვეტილებები არის კაპიტალი. ხალხის გადაწყვეტილებები ბევრი სხვა რაღაცა შეიძლება იყოს. მე ახლა ბოლივიამ აიჩია, მაგრამ ვინაცა და ხო დაგბომბავენ, პრეზიდენტს მოგიკლავენ, პრეზიდენტს მოგიკლავენ, სახელმწიფო გადატრიალებებს მოგიწყობენ და სამი ქვეყანაა. თუ შეიძლება დავასრულებ რა. ეს არის არსით არის მიდრეკილი დამონებისკენ და მოხვეჭისკენ. ხალხს ამის შეკავება შეუძლია არა მარტო ხშირად რეგულაციები მაგას ვამბობ, რომ მარტო რეგულაციები არ არის საკმარისი. საჯარო ალტერნატივების შექმნით. ანუ საჯარო კომპანიები, საჯარო ბანკები და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც საბანკო სექტორს დღეს საქართველოში არაფერი არ უშველის იმის საჯარო ალტერნატივების გარდა, თუნდაც ევროპული მაგალითები რო გავითვალისწინოთ და რეგიონსაც რომ თავი დავანებოთ, აფთიაქებზე რო ლაპარაკობთ, ხო? მუნიციპალური აფთიაქები ევროპას და იმას რო თავი დავანებო კიდე სხვა ქვეყნებს, უკრაინაშიც კი არის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არის და მუნიციპალიტეტებზე აქვს დერეგულირება გაკეთებული მუნიციპალური აფთიაქების. ანუ სიხარბე, აი კვლელობა ხო ისჯება კანონით რა. აი ცოტა ფილოსოფიურად რო შევხედოთ. რატო ისჯება კანონი, ხო? იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება იყოს მიდრეკილი მკვლელობისკენ, ხო? რომ მისი ბუნების ნაწილია.
ასევე არის სიხარბე. და რაც უფრო პრობლემის ნაწილი კი არა, იმიტომ რომ პრობლემის ნაწილი ჩახუტებას არის და კოცნაც. მაგას ხო არ ვჭით ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯით მკვლელობა. იმიტომ რომ მკვლელობა არის, არსი არის თვითონ დავაზიანებელი. ადამიანი ხარბი იქნება თუ არ იქნება, შესაბამისად. ხო, გამოჩნდა ფილოსოფიურად შევხედეთ და ბოდიში გამოჩნდა ისტორიაში, რომ კომპანიები არიან ხარბი. ამ ისტორიებს რატო უყურებთ? კაცო 21 საუკუნეში ცხოვრობს. აგი რომელი Amazon-ი არ არის ხარბი? გაფიცულია ნახევარი თანამშრომლები ეხა ამერიკაში ამ წუთას როცა მე და შენ ვლაპარაკობთ. კი, Apple არ არის ხარბი. 3 დღის წინ Amazon-მა საკუთარ თანამშრომლებს აიძულა, რომ ძალიან ცუდი სამუშაო პირობების გამო თანამშრომელი მოკვდა სამუშაოზე. და გააგრძელებინეს მუშაობა. კი. რატო გონია რომ მე მაგას შევხედავ და არა გიორგი, არა, ნახე მომისმენ, მე გეუნები, რომ კომპანიები ისტორიულად და დღესაც მიდრეკილები არიან სიხარბისკენ. როგორ შევაჩეროთ სიხარბე? ყველა კახტეს ბიზნესმენი და ყველა ერთმანეთის კონკურენცია და ლიბერალური თავისუფალი ბაზარი და გირჩი და რათა არის სისულელე. ხო, სახელმწიფო ეხლა რავი, ამდენად კარგი მენეჯერი არის მაგაზე. აი ეს არის ზუსტადაც ნეოლიბერალური მილტონ ფრიდმანის ციტატას ლაპარაკობ ეხლა შენ რომ სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი. რატო არის სახელმწიფო ცუდი მენეჯერი? რატო მენეჯერი? რავი, ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან ბევრ ქვეყანაში, თურქეთში არის მაგალითად ბანკების შემთხვევაში. გერმანიაში შეგიძლია 25% იმისი რა ქვია, საბანკო სექტორში საჯარო ბანკები. 25 არის თუ კოოპერატიული 25 არის მუნიციპალური საჯარო. სხვადასხვა ფორმა არა, მართლა ზოგს მუნიციპალიტეტი, ზოგს ფედერალური ხელისუფლება და ასე შემდეგ. საქართველოს სახედავ ნეოლიბერალიზმს. ნეოლიბერალიზმი არის რაც შეიძლება მაქსიმუმ კლასიკური ლიბერალიზმი არის სახელმწიფო მარტო ჯარი, პოლიცია, გზა მაქსიმუმ ისიც დამთავრდა. ლიბერტარიანიზმი. ლიბერალიზმიც ეგ არის 19 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ფეოდალიზმი ჩანაცვლა ლიბერალიზმი. არა, მაშინ მინიმალისტური სახელმწიფოს ცნება არ არსებობდა ეხლა და რაღაცები უკვე მეფიდან გადავედით თავისუფალ ბაზარზე, სადაც ფეოდალი ან რამაც ფეოდალიზმის როსაც იყო თავისუფალი ბაზარი. კაპიტალიზმი, მე გეტყვით, ხო, კაი არგუმენტი კაპიტალიზმის, ხო რა, ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კაპიტალიზმი კარგია. უბრალოდ კაცობრიობის ისტორია არის ეგეთი, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იდეოლოგიები აკეთებენ რაღაცა დიდ გარღვევებს. მათ შორის სოციალიზმის. კაპიტალიზმის გარღვევა მაგალითად თავისი ძალიან სავალალო შედეგებით, რაც 19 საუკუნის ლიბერალურმა თავისუფალმა ბაზარმა გამოიწვია, იყო მაგალითად ინდუსტრიული რევოლუცია. იმიტომ რომ ფეოდალურ სამყაროში არისტოკრატები არ იყვნენ დაინტერესებული წარმოების დიჯიტალ რევოლუციას კაპიტალიზმის არის. ყველა ინოვაცია თუ არ არის ყველა ინოვაცია კაპიტალიზმის და თუ შეიძლება დამასულებელი გეტყვი ეხლავე. ეს არა ქვი დამასულებინე ჯერ გეტყვი არგუმენტს გამოგადგება სხვაგან უკეთესი არგუმენტი ვიდრე აპროსა კაპიტალიზმი მაგარია თუ რაღაცა რა. მთელი თავისი ბოროტების და მიუხედავად საფრანგეთის რევოლუციამდე არისტოკრატია არ იყო დაინტერესებული ინდუსტრიების შექმნით. იმიტომ რომ მიწა ქონდა, გლეხი ყავდა, ის ყავდა გარანტირებული შემოსავალი ქონდა ამ ფეოდალური სამყაროდან. ვაჭრებმა დააფინანსეს საფრანგეთის რევოლუცია, რომ დაემხოთ მეფე, დაემხოთ არისტოკრატია, რათა ვაჭრებს მიცემოდათ თავისუფალი ბაზარი და მეფეს როცა მოეხუშტურებოდა, არ ეთქვა, რომ შენ ხა იმ მონების პლანტაციას ჩამოგართმევ აფრიკაში და შენი ბამბის რაღაცა იქ ხალხის აწამებელი რაღაც პლანტაცია ჩემი იქნება, ხვალ ლუდოვიკომ ხელი მოაწერა და ასე. ეს რომ მოესპოთ, ამიტომ შექმნეს საფრანგეთის რევოლუცია. საფრანგეთის რევოლუციას მოყვა ლიბერალური თავისუფალი ბაზარი, რამაც აი კაპიტალიზმმა რა გააკეთა? კაპიტალიზმმა გააკეთა ეგ მაგალითად, რომ უცბად ერთი დიდი ბუმი გააკეთა ინდუსტრიული რევოლუციის. ინდუსტრიული რევოლუცია ინგლისში იღებს სათავეს. საფრანგეთთან კავშირი არა. საფრანგეთმა შექმნა მოდელი ლიბერალური თავისუფალი ბაზრის, ანუ ფეოდალი ვაჭრების ჩანაცვლებით. როცა ვიძახით, რომ ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო, აი ხშირად ამას ამბობენ, რა ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი გამოიხატებოდა იმაში, კი, მართლა ლიბერალი იყო. ოღონდ მე მაგალითად ილია ჭავჭავაძეს პოლიტეკონომიურად მარკს მაგაზე აი რო გითხარი. პოლიტეკონომიურად არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი კულტურული პროექტი შექმნა საქართველოში. ილია ჭავჭავაძე უბრალოდ ქართველ არისტოკრატებს ცოტა დაგვიანებულად ეუბნებოდა, რომ აგერ საფრანგეთის მაგალითზე დროზე ვაჭრები უნდა გახდეთ, იმიტომ რომ ესე ახალგაზრდულ ენაზე რო თქვა, მაშინდე ქართველ თავადაზნაურობას უტყდებოდა ვაჭრობა. აი, უნდა ეს ითქვას. რავი, რომელი ქვეყანა არის შენთვის აი ტოპ 3 ქვეყანა რომ მითხრა შენთვის? მე დღეს მოკლედ მარტივად რომ მითხრა, არჩევად იმიტომ რომ დრო არ გვაქვს რაღაც კამერა გაგვიფუჭდა თუ რაღაც. აი, რავი, შვედეთი და ჩინეთი რო შეაჯვარა. შვედეთი და ჩინეთი რო შეაჯვარა. კაი, ეს ერთი. ჩინეთი როგორც ძალიან სწრაფი განვითარების. ხო, მანდაც არის შერეული რაღაც საკითხებში და რაღაც მიმართულებებში არის. თავი განსხვავება არის. ეს კლასიკა რაღაცებში არის მაქსიმალური ის
კლასიკურად რო შევხედოთ, ჩინეთში მაგალითად არისო, აი დიქტატურა და რაღაცაზე რო ლაპარაკობ, მეც ხო რა ამას ვაპროტესტებ და ამის გამო მიჭერდა. ჩინეთში არსებობს მხოლოდ ერთნაირი დიქტატურა, რომ არსებულ წყობას ვერ დააყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ არსებულ პოლიტიკურ სისტემას. დანარჩენზე პირდაპირ პოლიტბიუროს დაკვეთა მიდის, მაგალითად სოფლის და რეგიონალურ გაზეთებზე, რომ აი ხო ყავს რა ინოვაცია და რა გავაკეთო და როგორ სკოლის დირექტორი მაგალითად ჩინეთში სოფლის სკოლის დირექტორი, ხო? და პოლიტბიუროდან პეკინიდან მოდის დაკვეთა, რომ შენ ხარ ჟურნალისტი და წელიწადში მოდი შენ ქვეყანაში ცხოვრება რაღაცას რო აპროტესტებ, რა საინტერესო იქნება რა. გეგმა უნდა გეგმა უნდა ჩააბარო, მე არ მინდა რა ტანკი სად მოდის გამოგებინა 99-ში თუ 84-ში ტიანმენის სკვერში რო გამოვიდნენ გასაპროტესტებლად და ერთი კონკრეტული რო გადაუარეს არა ერთოთი დარბევა არ ყოფილა ერთოთი დარბევა რაღაცა მწარე და ისეთი დარბევა საფრანგეთში ძალიან საინტერესო რაღაცას ვაპარაკობ და უცბად აი რა არა ეს ქვეყანაში ცხოვრება გინდა არა კარგი ქვეყანაა ეს ჩინეთი კაცო მეც მომწონს აბსოლუტურად ყველაფერი მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ერთი პატარა მაგრამ გინდა რომ რაღაცას რო გააპროტესტებ ტანკით გადაგიარო ამბობდა აგერ ის რაც უნდა მოუყვე იმ კაცმა არა დრო არ გვაქვს ფიზიკურად მაგისათვის რომ ის იმას ვქნათ რა ქვია მომისმინე ერთი წუთი აქ მომისმინე 100,000-ზე მეტი ადამიანი ამოხოცეს ღაზაში ხო აი ამ ევროკავშირის კურთხევით და აი ამ ევროკავშირი არის ისრაელი ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ნეტანიაჰუზე დეცარი რა ქვია, გაცემული არის რაღაცა დაპატიმრების არიჭერე. დაფინანსებას აძლევენ. დაჭრობა არ შეწყვიტეს. ერთადერთი ესპანეთი და ირლანდია. წარმოვიდგინე მე აქ ისრაელის ეს რა ქვია, მოკავშირე და რაღაცა ნიშნავენ. რა გადასვლა იყო ჩინეთიდან დისიდენტ ლი. იმიტომ რომ ნახე ნიშნავენ რაღაცას ვამბობ. არა, ერთი დასაგმობი არის და მეორეც არის დასაგმობი. შენ რატო გონია რომ მე გირჩის რაღაც აპრიორი მოცემულობები შვედეთი და ჩინეთი რატო შევაჯვარენ ხე ეგ მაგის ახსნა მინდა პროსტო მეჩერები ხოლმე იმ დროს როცა არ არის შემოსაჩრელი და მაგის ახსნა რავია უფრო საინტერესოა მაყურებლისთვის ვიდრე ახლა ეს კილიკიტურა დამასრულებინე აი ვეის ძალიან მაგარ რაღაცას გეტყვი რომელიც ნანახი არ გექნება დარწმუნებული და რეგინტარო ესეთ რაღაც ამოსრო არა ბრუნდებიო ჩემ ქვეყანაში იმიტომ რომ აქო იმას რო ქვია უბრალოდ განსხვავება არის რომ დასავლეთში დიქტატურა არისო და ჩინეთში დიქტატურა ვერ დააყენეთ ყოველთვის ჟურნალისტები ეკითხება ესეთ რაღაცას რომ ისე მაგრამო აიო დასავლეთში მაინც აი შეგიძლია რომ გააკრიტიკო ბრიტანეთში უფრო მეტი ადამიანი დაჭერილი სოციალურ კიო პრეზიდენტს გააკრიტიკებ იმას გაგებ მაგრამ არსებულ კაპიტალისტურ წყობას ვერ გააკრიტიკებ და სისტემაც ისე არის მოწყობილია რომ ილაპარაკე რამდენიც გინდა არაფერი არ შეიძლება მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ომები რო დავიღოთ ხო ვიეტნამის ომიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანია ქუჩაში ანტიომის წინააღმდეგ. დღესაც ირანზე უკანონო თავდასხმას თვითონ ამერიკის სტატისტიკის მიხედვით ემხრობა მოსახლეობის მხოლოდ 23%. არა, მე სხვა სტატისტიკა ვიცი. ვიეტნამიდან დღემდე ტრამპის ეფრუალ რეიტი 53% იყო, რაღაცა ყველაზე ცუდ მომენტში ხამბოლდა. ტრამპის ეფრუალი არ ნიშნავს იმას, რომ ირანის ომს ემხრობა. იმიტომ რომ ტრამპი პირდაპირ მაგას ნიშნავს. არ ნიშნავს მაგას. არა, ერთოთი. ირანში ძალიან ცუდი მაშინ ავადმყოფიერი ყოფილა ჩოლე დაავადებული. ირანში ომი რო იწყება ეხა ეფროულ რეიტი მაგაზე თუ არ არის ინდიკატორები რაზე შეიძლება იყოს. ფოქსის გამოკითხვას გეუბნები, აჩვენე, აი ამოაგდე ფოქსის გამოკითხვა. 23% რო ემხრობა მარტო, CNN-ის გამოკითხვა მაჩვენეს და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცა მინდა მე. ცოტა კარგი ნოტითო იმას. ამან ვერ შეაჩერა, ვერ დანაერა. ანუ დემოკრატია დასავლეთშიც ილუზიაა და დემოკრატია ტიობანა მთავრდება იმ წერტილში, სადაც ეჩეხები კაპიტალის და იმპერიის ინტერესებს და ის სოციალური კეთილდღეობა, რაზეც ჩვენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ვლაპარაკობთ, ეს არის ევროპელი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული საკუთარი ბიზნეს და პოლიტ ელიტების წინააღმდეგ მე-19 საუკუნიდან დღემდე. კულტურული მიმართულებით, რასაც შენ ამ ხოჭებს მაგალითად ჰაიეკი უჩევდა და ფრიდმანი პოლიტიკოსებს რომ კულტურულათო კონსერვატიზმი აიღეთო იმიტომ რომ ძალიან გაგიჭირდება და არაპოპულარული აი ქოცები რასაც აკეთებენ დღეს კულტურული კონსერვატიზმი იმისთვის რომ გააправო ეკონომიკური ნეოლიბერალიზმი ნახე რა ამბავია მანდ ეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ საბოლოო ჯამში რაღაცა აპრიორ ბოროტებად რომ წარმოგიდგენია მე მაგას გეუბნები რომ რაღაცებში გეთანხმები მეთქი რომ ბოროტება შეიძლება დღესაც იყო და იყო მანამდე მაგრამ
ის რაც არის ერთი სიტყვით, არ ვიცი რა. ნეოლიბერალური. ნებისმიერ ეკონომისტს შვედეთს არჩება დაუძახო ნეოლიბერალური. რაღაცა როგორ ევროკავშირი როგორც სტრუქტურა ნეოლიბერალურია. ევროკავშირი ვერ დავუძახებთ ნეოლიბერალურს ვერ დაუძახებთ. ვერც იტალიას დაუძახებთ, ვერც საფრანგეთს. ევროკავშირს როგორც სტრუქტურას შეგიძლიათ დაუძახო. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, როცა საბოლოოდ შეიქმნა ევროკავშირი, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მაგალითად, საბჭოთა კავშირის მისია რა იყო, ხო? რომ ერთი დიდი ქვეყანა, რაღაცა სიმბოლური ფედერაციით, სადაც ხო, ეკონომიკურად რა შეხედო რა, სადაც მთელ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო კომპანიები უნდა ცენტრალიზებულად მართო და გადააბა ერთმანეთს. დაგეგმარებული ეკონომიკა იგულისხმება მაგაში, ხო? ეხლა ნახე, ევროკავშირი რო შეიქმნა, ევროკავშირის ფუნქცია იცი რა არის? რომ ყველა ქვეყანაში სადაც არის არსებული შრომის კოდექსები. არა, ევროკავშირად არ შექმნილა, აი იყო რაღაცა ის ხელშეკრულება ფოლადის ფორმით რა ეგ არის რამაც ნელ-ნელა ამოიყვანა მაასტრიხტის 92 წლამდე. ესე იგი, ევროკავშირის ფუნქცია არის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც არსებობდა ევროკავშირამდე კიდევ უფრო მეტი შრომითი უფლებები, სახელმწიფო კომპანიები, რეგულაციები, ასე შემდეგ, რომ ამის მაქსიმალური ლიბერალიზაცია მოახდინოს, რათა სახელმწიფო კომპანიების გადამაკი არ გააკეთოს ერთმანეთზე, რა ისი ამოცანაც იყო საბჭოთა კავშირის, არამედ შიგნით ევროპაში არსებულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს გზა გაუხსნას ერთიან შიდა თავისუფალ ბაზარში, რომელიც უყურებთ, რომ ანუ სადაც გეუბნები არ არის ნეოლიბერალური ქვეყნებში სადაც არ ხდება დასავლეთ რაღაცები ყველა მირბის მაგ ქვეყნებში სადაც ხდება რასაც შენ ყვები და მაშინ რატომ მირბის შევქმნათ ჩვენ აი იმიტომ მირბის რომ ხელისუფლება ლიბერალურ ეკონომიკაზე გელაპარაკება და ოპოზიციაც კიდევ უფრო ლიბერალურ ეკონომიკაზე გელაპარაკება ბოლო კითხვა სვამ ამას ანოსის ჩავსვამ და კარგი კითხვა არის რომ რაღაცა კარგ ნოტაზე იმასვათ ანუ ამ მომენტისათვის ჩვენ თუ რაიმე უთანხმოება გქონდა დოზაზე და ეგ დოზა რაც არის შვედეთში, რაც არის ნორვეგიაში, რაც არის დანიაში, არ ვიცი, რაც იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში. რა დოზითაც არის ეს? მაგ დოზაზე თუ უთანხმდებით, ანუ ყველაფერზე უთანხმდებით. რა თქმა უნდა. აბა მაშინ მორჩა, მადლობა ვთქვი. ანუ იმაზე შვედეთს ვთანხმდებით? შვედეთს ვთანხმდებით. არ ყოფილიყარ φίλო ლიბერალი. გამძვინვარებული სოციალ-დემოკრატია და ის 100% არ ვთქვი. მადლობა. გამოიჩინა.